დაახლოებით მე-9 არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება ახალ ამბებს 12 საათზე ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში საგანგებო ბრიფინგი იწყება. სასამართლოს ჩვენ პირდაპირ ეთერში ვრთავთ. საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით ირაკლი ოქრუაშვილს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო დაუსწრებლად შეეცვალა დაპატიმრებით 2 თვის ვადით. პატიმრობის ვადის ათვლის დასაწყისად მითითებული იქნა ბრძანების აღსრულების მიზნით ბრალდებულის დაპატიმრების მომენტი. 2012 წლის 28 დეკემბერს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა და შუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით შეფარდებული დაპატიმრების ორთვიანი ვადის გაგრძელება, რომელიც აითვალა ბრალდებულის დაკავების მომენტიდან კიდევ 1 თვის ვადით. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ვინაიდან პროკურატურის მხრიდან არ იყო წარმოდგენილი ვადის გაგრძელებისთვის აუცილებელი შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის პირის დაკავების ოქმი. ხოლო ბრალდების მხარემ დაკავების ათვლის თარიღად მიუთითა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების ტელევიზიით გაშუქებული საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი. საქმეში ოქრუაშვილის დაკავების ოქმის არარსებობის გამო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას გამოეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და ემსჯელა პატიმრობის გაგრძელების კანონიერებაზე, რის გამოც არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. 2013 წლის 3 იანვარს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა პროკურორმა და ითხოვა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ 2007 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით შეფარდებული დაპატიმრების შეცვლა გირაოთი. სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ვინაიდან პროკურორის არგუმენტაცია, რომ საქმეზე დასაკითხი იყო მოწმეები, რაც ვერ ესწრებოდა ორთვიან საპატიმრო ვადაში, არ წარმოადგენდა ახალ არსებით გარემოებას, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. დღეს მდგომარეობით სისხლის სამართლის საქმეზე უკვე ამოწურულია 2007 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ორთვიანი ვადა და რადგან პატიმრობის გირაოთის შეცვლაზე პროკურორს ეთქვა უარი, ბრალდებული ოქრუაშვილი ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე დარჩებოდა არა პატიმრობაში, არამედ აღკვეთის ღონისძიების გარეშე. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ამჟამად ირაკლი ოქრუაშვილი სხვა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებზე იმყოფება პატიმრობაში, ასევე მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო უფლებამოსილია არათუ უარი თქვას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, არამედ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით უარი თქვას შუამდგომლობის დასაშვებობაზე და საერთოდ არ განიხილოს აღნიშნული საკითხი. მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არა მოთხოვნილზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, არამედ უკვე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარის თქმას. სასამართლო ბრალდების მხარეს მოუწოდებს ნუ გავლენ სამართლებრივი სივრციდან და სასამართლოს საქმიანი რეპუტაციის შემლახველი საჯარო განცხადებების ნაცვლად გამოიყენონ მხარისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების სახით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასამართლოს ორივე გადაწყვეტილება მიღებული იქნა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და არც ერთი სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც საპატიმრო ვადის გაგრძელების, ასევე აღკვეთის ღონისძიებაზე უარის თქმის შესახებ, ბრალდების მხარის მიერ არ გასაჩივრებულა. მადლობთ. ეს იყო პირდაპირ ჩართვა თბილისის საქალაქო სასამართლოდან. განიმარტა, რომ დღეის მდგომარეობით ამოიწურა ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობის ვადა კონკრეტულ საქმეზე, რადგან გირაოზე მას უარი ეთქვა, ამიტომ ირაკლი ოქრუაშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე რჩება იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ითვალისწინებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ირაკლი ოქრუაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული 7 პირის სასამართლო პროცესი დილიდან მიმდინარეობს. განიხილება საქმე შეიარაღებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებით პროცესს მთლიანი სამუშაო დრო დაეთმობა და 6 საათამდე გაგრძელდება. ირაკლი ოქრუაშვილს შეიარაღებული ფორმირების შექმნა და მეთაურობა ედება ბრალად, მასთან ერთად ბრალდებულებს კი ამ ფორმირებაში მონაწილეობა. ნუცა აბაშიძეს ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოდან. ნუცა, რა ხდება სასამართლო პროცესზე? ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული 7 პირის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მოსამართლის გადაწყვეტილებით პროცესი მთელი დღე დაეთმობა და 6 საათზე დასრულდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები უნდა დაიკითხონ და სავარაუდოდ 7 მოწმე დაიკითხება. შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილს ბრალად შეიარაღებული ფორმირების შექმნა და მისი მეთაურობა ედება, ხოლო მასთან ერთად 7 ბრალდებულს ფორმირებაში მონაწილეობა. პროცესი დილის 10 საათზე დაიწყო და როგორც უკვე აღნიშნე 6 საათამდე გაგრძელდება. დიდი მადლობა, ეს იყო ნუცა აბაშიძე საქალაქო სასამართლოდან, სადაც ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი მიმდინარეობს. რამდენიმე დღიანი პროტესტის მიუხედავად აბაშის საკრებულომ დღეს გოჩა ჭანტურია გამგებლის თანამდებობაზე მაინც დაამტკიცა. საკრებულოს შენობასთან მჯდომარე აქცია ისევ მიმდინარეობს. ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჭანტურია არ არის შესაფერისი კანდიდატი, რომელსაც აღნიშნული პოსტი უნდა ეკავოს. ლაშა ზარგინავა მოგვიყვება უფრო დეტალურად რა ხდებოდა დილიდან საკრებულოში. ლაშა ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. ლაშა, გისმენთ. აბაშის საკრებულოს შენობაში ხმაური დილიდან დაიწყო, ანუ მას შემდეგ რაც აქ შეკრება დაიწყეს საკრებულოს წევრებმა. საკრებულოს ხდომა დაახლოებით 10 საათზე დაიწყო და გაგრძელდა მხოლოდ 5 წუთი. ერთადერთი საკითხი, რომელზეც დღეს აბაშის საკრებულოს წევრებმა იმჯერლეს გოჩა ჭანტურიას გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნა იყო, თუმცა ეს ფაქტი მიუღებელი აღმოჩნდა იმ ადამიანებისთვის, ვინც დაახლოებით 1 კვირაა ამ შენობაში იმყოფება და გოჩა ჭანტურიას კანდიდატურასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამს. გამგებელი უკვე შეუდგა ოფიციალურად მუშაობას, ჩვენ საშუალება გვქონდა დღეს მას გავსაუბრებოდით და ახლა შეგვიძლია მისი კომენტარი პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. პირველ რიგში ვეცდებით ეს ემოციური ფონი გავმიგოთ. ამისთვის არსებობს საშუალებები, ვისაც შესაძლებლობა ექნება, რომ ჩვენთან კონტაქტი დაამყაროს, ჩვენ კომუნიკაბილობა გვექნება და დავიწყებთ პირველ რიგში ამომეცერის ჩაცმულობას. ეს მეკუთვნება შემდგომში მის საშუალებას, რომ ნორმალური პირობა მომეცეს ურთიერთობისთვის და იმ გეგმების განხორციელებისთვის, რაც ჩვენ ხელთ აგვაქვს შემდგომი ურთიერთობა და რაღაც ამჩენელი საკითხების წამოწყებაში და შემდგომში გაგრძელებაში. ძნელია ახლა გამოხატო ეს ყველაფერი, მაგრამ ამისთვის ჩვენ ზაფხულს გამოვიდა. აბაშის საკრებულოს შენობაში ამ დრომდე რჩებიან ქართული ოცნების ხარდამჭერები, მათ შორის 4 ადამიანი უკვე მესამე დღეა შიმშილობს, როგორც ისინი აცხადებენ, მანამ არაპირებენ დაშლას, სანამ არ მოხდება იმ შედეგების გაუქმება, რომელიც საკრებულოს გადაწყვეტილებებს მოყვა აბაშის მუნიციპალიტეტში. როგორც მოშიმშილეები ამბობენ და არა მარტო ისინი, არამედ აქციის სხვა მონაწილეები, გოჩა ჭანტურიას აქვს ნაციონალურ მოძრაობაში მუშაობის წარსული, აქედან გამომდინარე ის არ არის შესაფერისი აბაშის მუნიციპალიტეტისთვის. ჩვენ ახლა შეგვიძლია საპროტესტო აქციის მონაწილეების კომენტარები მოვისმინოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. პროცედურა წარდგენისა, გამგებლის წარდგენისა იყო დარღვეული და მეორე. დილის 6 საათზე ფირალებივით შემოიჭრნენ სააკაშვილის ბიჭები საკრებულოს შენობაში და უგულვებელყვეს საზოგადოების მოთხოვნა. გუშინ საზოგადოება წავიდა, აბაშის საზოგადოება დათმობაზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, კეთილი ნება გამოიჩინა. ჩვენ გვინდოდა მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყვეტილიყო ყოველივე ეს, მაგრამ ისინი მოიქცნენ ისე, როგორც იქცევა სააკაშვილი და მისი ბანდა. ეს ასეთი სიყალბით გადიან ესენი, ასეთივე სიყალბით ჩაიდინეს კომისიის ხდომაზე, წარმოდგენილი არ ხონდა პროგრამა და მერე თქვენს ვითომ წარმოდგენილი ხონდა, როცა 2 დღე ითხოვდა საპრეზიდენტო კომისია და ბოლოს მოუტანეს ვითომ ხალბად ეს ხონდაო რაღაც საკრებულოს შენობაში ამობეშტილი პროგრამა.
აბაშის საკრებულოს ხდომა, როგორც თქვენ უკვე მოისმინეთ, საკმაოდ დიდი ხმაურის ფონზე წარიმართა. კიდევ ერთი მოთხოვნა, რის გამოც საპროტესტო აქციის მონაწილეები გოჩა ჭანტურიას კანდიდატურას აბაშის გამგებლის პოზიციაზე არაკანონიერად მიიჩნევენ. ის არის, რომ მათ მიმართეს სასამართლოს საკონკურსო კომისიის შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით და მათი განცხადებით აქედან გამომდინარე საკრებულოს დღეს უფლება არ ქონდა ემსჯელა გამგებლის კანდიდატურის არჩევასთან დაკავშირებით. სოფო დიდი მადლობა ლაშა, ეს იყო პირდაპირ ჩართვა აბაშიდან, ლაშა ზარგინავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. თბილისის ქუჩებში ტექნიკურ მარილს ყრიან, თოვლის გამო დასუფთავების სამსახურმა სამუშაოები გამთენის დაიწყო. უკვე დაყრილია 300 ტონა ტექნიკური მარილის სამუშაოები ამჯერად წყნეთის, კოჯრის და თბილისის მიმდებარე სოფლებთან მისასვლელ გზებზე მიმდინარეობს. ტექნიკური მარილი დაყარეს თბილისის ცენტრალურ და მეორე ხარისხოვან ქუჩებზე. მოქმედებს ხელი ხაზით, ჯგუფები დახმარებას უწევენ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ამინდის გამო პრობლემები შეექმნათ, აცხადებს თბილისის დასუფთავების სამსახურის უფროსი. გადაადგილების პრობლემები გარეუბნებში შეიქმნა, სადაც ტრანსპორტს მოძრაობა მოყინული გზის გამო გაურთულდა. ჩვეულ რეჟიმში მუშაობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ყველა რეისი გეგმის მიხედვით სრულდება, იწმინდება ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი. საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია ჯვრის უღელტეხილზე, გადაადგილება შეზღუდულია ასევე გუდაური კობის მონაკვეთზე. არაგვისპირი გუდაურის და კობილარსის მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია არაგვისპირიდან ფასანაურამდე და სტეფანწმინდიდან ლარსის მონაკვეთებამდე. ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება ამ წუთებში სოფელ სნოში, სადაც თოვლის გამო გზა გადაკეტილია. სატელეფონო ხაზია ჩემი კოლეგა ნათია ხართიშვილი, რომელიც ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის. ნათია, არის თუ არა დაწყებული გაწმენდითი სამუშაოები? მინა, როგორც უკვე აღნიშნე, ჩვენი გადამღები ჯგუფი უგზობის გამო ვეტოებს დისლოკაციის ადგილს და მე ამის ვეცდები მოგაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია თუ რა ვითარება ამ წუთებისთვის. სატრანსპორტო მოძრაობა უხვინალექის გამო აკრძალულია კობი გუდაურის მონაკვეთზე, როგორც ახლახან შევიტყვეთ, მოძრაობა ასევე აიკრძალა სტეფანწმინდა ლარსის მიმართულებითაც. იგივე აკრძალვა დაწესდა რუსეთიდან საქართველოსკენ მომავალ ავტოტრანსპორტზე, ვლადიკავკაზის საზღვრიდან ლარსის მიმართულებით მოძრაობა შეჩერებულია. დიდი მადლობა, ეს იყო ნათია ხართიშვილი სტეფანწმინდიდან. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით თბილისში სტუმრებს ელოდებიან დღეს საქართველოს დედაქალაქ სერბეთის პატრიარქი, უწმინდესი ირინეოსი და ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრე კირილი თანხლე პირებთან ერთად ეწევიან. უწმინდესის აღსაყდრებიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით თბილისში თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წარმომადგენლებს ელოდებიან. 10 იანვარს იგეგმება მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოს მეორის ვიზიტი. ჩამოდიან ასევე ჩეხეთის და სლოვაკიის ეკლესიის წინამძღოლი მიტროპოლიტი ქრისტეფორე და სხვა ეკლესიების დელეგაციები. მათ შორის იქნება რუსეთის დელეგაცია, რომელსაც რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი მიტროპოლიტი ილარიონი უხელმძღვანელებს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. ალექსი პეტრიაშვილმა და ტემ ბრუკმა მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრა გაცნობიტი ხასიათის იყო, ისაუბრეს ნატოში საქართველოს გაწევრიანების თემაზე. ვისაუბრეთ ჰოლანდიის და საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობაზე, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს სწრაფვაზე ნატოში ინტეგრაციისკენ, საქართველოს სწრაფვაზე ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია დაჩქარდეს, როგორ შეიძლება ამაში ჰოლანდიის მთავრობა და ჰოლანდია დაგვეხმაროს. I think Minister Petriashvili and მე და ბატონ პეტრიაშვილს ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა საქართველოს სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ეს ჩვენი საუბრის ძირითადი თემა იყო. ნიდერლანდები ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს წინსვლას და ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში. ამ წუთებში იუსტიციის სახლში საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. ცვლილებები პრეზიდენტის უფლებამოსილების განსაზღვრას ეხება. ზვიად ხუჯაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ზვიად, თუ მოახერხეთ ჯგუფის წევრებთან გასაუბრება შეხვედრის დაწყებამდე?
დიახინო შეხვედრა იუსტიციის სახლში დაწყებულია სახალხო სახალხო განხილვის საკონსტიტუციო საკითხების განხილვის ხდომა მიმდინარეობს, რომელსაც დეპუტატი მან კობახიძე ხელმძღვანელობს. კომისია ძირითადად საორგანიზაციო ხასიათის შეკრებაა დღეს დაგეგმილი იუსტიციის სახლში. კომისია მომავალში განიხილავს ორ ძირითად საკითხს, ეს არის პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრა კონსტიტუციაში, ანუ საუბარია იმაზე, რომ არ იყოს მითითებული მომავალში ადგილმდებარეობა პარლამენტისა, რომელიც ამჟამინდელი მდგომარეობით ვის მითითებულია და მისი ადგილმდებარეობა განსაზღვრულია როგორც ქალაქი ქუთაისი, ხოლო მეორე საკითხი გახლავთ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა, კონკრეტულად საქმე ეხება მთავრობის დათხოვნის საკითხს. დიდი მადლობა, ეს იყო ზვიად ხუჯაძე იუსტიციის სახლიდან, სადაც ამ წუთებში საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებით ცვლილებებს განიხილავენ. ქართული სათვისტომო, რომელსაც პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, შვედეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები დიასპორის ხელმძღვანელს უპირისპირდებიან. საქართველოს მოქალაქეები მარინა ცხონდია აქსელს ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთ არგუმენტად კი სოციალურ ქსელს იშველიებენ, სადაც სათვისტომოს ხელმძღვანელი ქართული ოცნების მხარდამჭერებს პინგვინის მონებს უწოდებს. ემიგრანტები ამბობენ, რომ სათვისტომოს თავმჯდომარემ 2008 წელს ორგანიზაცია თვითნებურად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლობა შეუერთა და მიუხედავად იმისა, რომ მისია 2011 წელს ამოეწურა, ხელმძღვანელის პოსტს დიასპორის თავმჯდომარე ამ დრომდე ინარჩუნებს. შვედეთში მცხოვრები ქართველები სათვისტომოს პოლიტიზებას აპროტესტებენ. ემიგრანტების თქმით, სათვისტომოს თავმჯდომარე მარინა ცხონდია აქსელი იქ მყოფ ქართველებს პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით ეხმარება. განსხვავებული აზრის მქონეებს კი ხშირად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. სათვისტომო არის ზედმეტად პოლიტიზებული. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მისი კარი ღია უნდა იყოს ყველა საქართველოს მოქალაქისთვის განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა. ჩვენ საიტზე, ესე იგი, საქართველოს სათვისტომო ყოლა შვედეთში. ნახე, რომ იქვე იყო ეს ცოტა პოლიტიკური გაუხდია. და არის მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის რეკლამებით სავსე. ემიგრანტები ამბობენ, რომ სათვისტომოს თავმჯდომარე შვედეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდს ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდისა და ქართული ოცნების დისკრედიტაციისთვის იყენებს. 2008 წელს ორგანიზაცია შვედეთში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლობა გახდა, რაც Facebook-ის გვერდზე სტატუსის გამოქვეყნებით დასტურდება. მინდა ასევე მოგახსენოთ, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი ორგანიზაცია ასევე გახდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლობა შვედეთში და მაპატიეთ ვერც ლეიბორისტების და ვერც ივანიშვილის ოცნების წევრების გადასაწყვეტი ვერ გახდება ჩვენი ორგანიზაციის საქმეები. მეცხრიარხი მარინა ცხონდია აქსელს დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენთან კომენტარი არ ისურვა და თემას კვლავ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. აგენტები და იმას აქვია. მარიანზე ჩაველაპარაკეთ იგივეცოდი. თქვენ შემზე კარგად უნდა იცოდეთ, რუსეთში ოლიგარხები როგორ კეთდებოდა. კარგით? ამიტომ კარგად წამონება, რომ საქართველო ისე გახადოს კოლონია. მე ამის წინააღმდეგი ვარ. ჩემი წინაპრები 21 წლიდან ამაზე ბრძოლობენ და მე საკმაოდ წინააღმდეგი ვარ. ამიტომ არავითარი სურვილი არ მაქვს მეცხრიარხს რაიმე ინტერვიუ. მე ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე მარინა აქსელს დამირეკა სტოკჰოლმში მეცხრიარხის ტელევიზიის წარმომადგენელმა და მთხოვა ინტერვიუ. თან აინტერესებდა ნაციონალურ მოძრაობას რატომ ვუჭერ მხარს. აქ ყველას წინაშე გეტყვით, რომ მე არ ვაპირებ მეცხრიარხს და არც ერთ რუსეთის შექმნილ ოლიგარქის მიერ დაფინანსებულ ტელევიზიებთან ინტერვიუს მიცემას. თქვენი საქმე არ არის ჩემს საქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაცია რას აკეთებს, რატომ და რისთვის. თქვენ მაინც ვერ გაიგებთ. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ სათვისტომო დეპოლიტიზებული უნდა იყოს და იქ მოღვაწეობა ნებისმიერი შეხედულების პირს უნდა შეეძლოს. უნდა იყოს სათვისტომოს მუშაობის პრობლემატიკა არა პოლიტიკაში წასვლა და პოლიტიკაზე საუბარი, არამედ უნდა იყოს სწორედ ის ურთიერთობები, დიასპორული ურთიერთობები, იგივე ქართველთათვის თავის იდენტობის შენარჩუნება და ქართული სულის და ქართული ასე ვთქვათ განათლების გაღვივება იქ ჩვენ ცხოვრებ მოქალაქეებში და არა დაუშვათ პოლიტიკა. სათვისტომოს თავმჯდომარე 2007 წელს 4 წლის ვადით აირჩიეს, თუმცა თანამდებობას ამ დრომდე ინარჩუნებს. კლდანი ნაძალადების სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას დამზადება შენახვის ფაქტზე ეჭვმიტანილი დააკავეს. დაკავებულ საცხოვრებელი ბინის ერთ-ერთ ოთახში მოწყობილი ჰქონდა ეგრეთ წოდებული სათბური, სადაც ის მარიხუანას ქოთნებში ზრდიდა და ინახავდა. ოთახში ასევე ნაპოვნია ნარკოტიკული ნივთიერების დამზადებისათვის საჭირო სხვადასხვა მოწყობილობა. დიდი ოდენობით მარიხუანა პოლიეთილენის პარკებში, შუშის ქილებსა და ქოთნებში ინახებოდა. ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ სამართალდამცველების მიერ სახლისა და პირადი ჩხრეკისას ამოღებული
ნარკოტიკული საშუალების მთლიანი წონა 400 გრამია. დაკავებულმა დანაშაული აღიარამის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 260 მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული. ქალაქ თბილისის დანაძალადების სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა პიროვნება, რომლის ბინიშხრეკისას ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, რომელიც მას მოყვანილი ჰქონდა მისივე საცხოვრებელ ბინაში, სპეციალურად მოწყობილ ოთახში. სამართალდამცველებმა ყაჩაღობაში ბრალდებული 4 პირი დააკავეს. ძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2013 წლის 8 იანვარს თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა ალისუბანში ყაჩაღურად ძალადობისა და დანის გამოყენებით ტაქსის მძღოლ ავთანდილ მაღლაკელიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კუთვნილი ოპელის მარკის ავტომანქანა, ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი და 57 ლარი წაართვეს, რის შედეგადაც ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა მომხდარში დამნაშავე 4-ვე პირი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დავიქირავეს ტაქსი ქუთაისიდან წავიყვანეთ თერჯოლის რაიონს სოფელი ზედა ალისუბანს. სადაც მივიდეთ საქეიფოთ. ალისუბანში ვავედით შოფერმა მოგთხოვა ფული, რათა ჩვენ არ ვქონდა სამგზავრო ფული, დავიწყო ჩხუბი ამის, მე გადმოვედით ცემეთ. გამოვართვით მანქანა და წამოვედით გზის შესამოგლებლად. ამ მანქანა 2 კილომეტრის მერე მივატოვეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყაჩაღობაში ბრალდებული 4-ვე პირი დანაშაულის ჩადენიდან 15 წუთში დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლის მეორე ნაწილის B და G ქვეპუნქტებით. დანაშაული ეთვალისწინებს თავისუფლების საქმედას 6-დან 9 წლამდე. იტალიური მედია 90 წლის ქალბატონის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალ ვიდეო მასალას ავრცელებს. ვიდეოში გარდაცვლილი კლეოფე ნიცის სახლი და გადმოსვენების კადრებია ასახული. მედიასთან კომენტარს მოკლული შვილიც აკეთებს და მკვლელობაში ეჭმიტანილს ნათია თათარაშვილს დადებითად ახასიათებს. მოკლული შვილი არ გამორიცხავს, რომ მკვლელობა შესაძლოა ქურდობის ნიადაგზე მოხდა. შოკირებულები ვართ მომხდარით. დედაჩემისგან მხოლოდ კარგი მესმოდა ამ გოგოზე და ვერ ხვდები რა მოხდა. ჩვენ არ ვიცოდით ნათიამ თვითმკვლელობა თუ სცადა. ჩვენ ვიცოდით, რომ მას ბრონქების ანთება ჰქონდა და მკურნალობდა. მე მაქვს ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ყაჩაღობას უკავშირდება. მიმართვა შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს დევნილთა სამოქალაქო საზოგადოების კოალიციამ დიდი ღომში საცხოვრებელ ფარჩი შეჭრილი 10 სოციალურად დაუცველი სახელით შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოში განცხადება შეიტანა. კოალიცია საცხოვრებელ ფართებში სოციალურად დაუცველების დატოვების მიზნით სააგენტოს მერიასთან შუამდგომლობას თხოვს. შეგახსენებთ, რომ მერია შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსთან შეთანხმებით სოციალურად დაუცველებისათვის ბინებს აშენებს. კოალიციის ხელმძღვანელი ლელა გულედანი აცხადებს, რომ აღნიშნული 10 ოჯახი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. შერჩევის კრიტერიუმებით მათ ეკუთვნით განსახლება და მოხდეს ან მათი დატოვება, ან დიალოგი მოხდეს მერიასთან და ალტერნატიული ფართების შეთავაზება, რასაც ეს ხალხი ითხოვს წლების განმავლობაში რიგში დგანან, კრიტერიუმების აკმაყოფილებენ, მერიას აქვს იმის საშუალება, რომ აშენდეს ან უფრო მეტი, ან საერთოდ არ ააშენოს ასეთი ტიპის სახლები და დამამცირებელი კრიტერიუმებით არ მოხდეს ამ ხალხის შერჩევა. გადავწყვიტე, რომ შევსულიყავ, იმიტომ რომ მაქვს განცხადება შეტანილი მერიაში ბინით დაკმაყოფილების თაობაზე, მყავს პირველი ჯგუფის ინვალიდის შვილი და მე როგორც ვიცი, პირველი ჯგუფის ინვალიდები ითვალისწინებენ ორიგოდ ბინით დაკმაყოფილებას და იმისათვის, რომ არ დავრჩენილიყავი ქუჩაში, საცხოვრებელი ფართი არ გამაჩნია, ვცხოვრობს ხვენში შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. გარდაბნის რაიონის სოფელ ახალი სამგორის მოსახლეობა სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვს. სასმელი წყლის პრობლემა 800 კომლიან სოფელს წლების განმავლობაში აქვს და მოსახლეობას წყლის ყიდვა ან რამდენიმე კილომეტრიანი გზის გავლა და ხელით მოტანა უწევს. ბოლო 2 თვის განმავლობაში სოფელს წყლის მიწოდება საერთოდ შეუწყდა. სოფლის მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას ითხოვს იმ შემთხვევაში, თუ სასმელი წყლის მიწოდება არ აღდგება, ადგილობრივები ავტომაგისტრალის გადაკეტვას გეგმავენ. ქვემო ქართლის წყალმომარაგების სამსახურში კი ამბობენ, რომ სასმელი წყლის აღდგენა მილების რეაბილიტაციის შემდეგ მოხდება, თუმცა როდის დაიწყება აღნიშნული სამუშაოები ვერ აკონკრეტებენ. დასმელის არწყავი თუ რაც იქნება სოფელში იყოს ერთმანეთს რომ საქონელი ვასულდგმლოთ შურო გვახოცება იმით სულდგმლობთ ხალხი ჩვენ აქ სხვა არაფერი შემოსავალი არ როგორ მთელი სამგორის ხალხი აკიდებული მაწუნებით დადიან და აიმით მოაქვთ სარჩენი პური და იმ ბოთლებით კიდე იქიდან წყალი ეს მარტო ეხლა არ არის შარშანაცის პრობლემა იდგა შარშანწინაც იდგა დღეს არ დამდგარა ეს პრობლემა თვითონ ეს მილის ძირითადი ნაწილი გადის სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე, სადაც დიდი რაოდენობით არის დაზიანებები და ელემენტარულად
შესვლა გვიჭირს, შევდივართ 1 საათით, 2 საათით, რასაც ვასწრებთ ვაკეთებ. მე ისევ ნებართვა გვინდა თავდაცვის სამინისტროსთან. ახალი ამბები ჩვენ პირველ საათზე დაბრუნდებით, ასე რომ დაგველოდეთ.